კითხვები გვაქვს თქვენს ჩეხურ ბიზნესთან დაკავშირებით და მაინტერესებს დეკლარაციაში რატომ არ გიწერიათ ან შემოსავალი, ან თქვენი თანამდებობა, ან ის რომ ბიზნესი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა იმის გაგება, რომ შაბათის ეთერმა მოიპოვა ჩეხეთის სახელმწიფო რეესტრში შენახული და ნოტარიული წესით დამოწმებული დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ ქართული ოცნების ლიდერი იმ დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი იყო, პარალელურად მამის ჩეხურ კომპანიაში დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ეს უკვე კანონის დარღვევაა, თუმცა არა ერთადერთი ირაკლი კირცხალიას ამ საქმეში. თქვენ აკრიტიკებთ ერთის მხრივ დასავლეთს და მეორეს მხრივ იქ ბიზნესს აკეთებთ. ბატონო ირაკლი, გეკითხებით. ჩვენს ხელში 2024 წლის 5 ივლისით დათარიღებული დოკუმენტი, როდესაც პრაღაში კომპანია ნული პრაღას პარტნიორთა კრება შედგა და კირცხალია დირექტორის თანამდებობაზე სხვა პირით შეცვალეს. ირაკლი კირცხალია პარლამენტის წევრი 2023 წლის 4 მარტს გახდა. ანუ 1 წელი და 4 თვე მამის და მისი პარტნიორების ჩეხურ კომპანიაში აღმასრულებელი დირექტორის პოსტი კანონდარღვევით ეკავა. ძალიან დიდი ხანია გაუქმებული და არაფერს არ აკეთებს. როგორ არის გაუქმებული? ნახეთ, გაუქმებული რაც არის წერია ჩეხურ რეესტრში და აქ წერია რომ მოქმედია 2024 წლამდე თქვენ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ეკავებდით. დამერწმუნეთ დეკლარაციაში რამე რო კომისიებელი მიუთითებს. პრაღა, პრიშტავოს ქუჩის 7 ნომერი. ამის სამართლია რეგისტრირებული კომპანია ნული პრაღა, რომლის 70%-იანი წილი ირაკლი კირცხალიას მამას ეკუთვნის. კომპანიის 10% გაფორმებულია იოსებ კირცხალიას ბიზნესების მმართველის ვასილ ჯალაღონიას სახელზე. 20%-იან წილს კი ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი მეამას მფლობელი სულიკო ვარსემაშვილი ფლობს. ეს კომპანია ჩეხეთის უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებს. ანალოგიური უძრავი ქონების ბიზნესი აქვთ კირცხალიებს საქართველოშიც, თუმცა ჩეხურ ბიზნესს კირცხალია დეკლარაციაში მალავს. ეს ხომ არის ჩეხური რეესტრი. ნახეთ, ირაკლი კირცხალია. 2024 წელს გადაგაყენეს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე თქვენ იკავებდით დაკავებულ თანამდებობას. თქვენი სახელებაცაა მაკა დამერწმუნე. თუ რაიმე დეკლარაციაში მექნებოდა მისათითებელი დავალდებულება იქნებოდა, ან რაიმე მოძრაობა იქნებოდა ამ კომპანიას. ეს კომპანია ფლობდა ერთ-ერთ უძრავ ქონებას ჩეხეთში, თუ სწორად ვახსოვს, რომელი უძრავი ქონება ძალიან დიდი ხანია გაუქმდა. კანონი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ თანამდებობის პირს კომერციულ საქმიანობას უკრძალავს. კანონმდებელს უფლება არ აქვს მონაწილეობდეს ბიზნესში და იკავებდეს მმართველ პოსტს კომერციულ ორგანიზაციაში. ნებისმიერი მსგავსი საქმიანობა შესაძლოა მანდატის შეწყვეტის საფუძველი გახდეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ იძებნება არც ჩეხურ ბანკში გახსნილი ანგარიშები. არადა დოკუმენტის მიხედვით კირცხალია ჩეხეთში ბიზნესს წლები მართავდა. რეესტრის მიხედვით ყიდვა-გაყიდვის გაქირავებით არის დაკავებული კომპანია. რეესტრში როგორც ვიცით, როგორც მოგეხსენებათ, როგორც ჩვენ რეესტრში შეიძლება რაღაც დასრულდეს, ამას სჭირდება რაღაც გარკვეული დრო. ჩასწორდეს პირობითა დირექტორი, მოხსნა დაუსრულო და ასე შემდეგ. და ალბათ ეს გაიარა. რა დროს სჭირდება ჩეხურ კომპანიაში დირექტორის შეცვლას? ირაკლი კირცხალიას გადასაყენებლად პრაღაში პარტნიორთა კრება 2024 წლის 5 ივლისს შეიკრიბა. 2024 წლის 8 აგვისტოს კი ჩეხური რეესტრის მონაცემებით კირცხალია დირექტორი უკვე აღარ არის. გამოდის, რომ ახლა ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდის ლიდერი ცდილობს შეცდომაში შეგვიყვანოს თითქოს 1 წელი და 4 თვე პროცედურების გავლა დასჭირდა. დამერწმუნეთ 24 წლამდე თქვენ აღმასრულებელი დირექტორი ყავით და შეგცვალეს კომპანია, რომელსაც აქვს ნული დრო. რას აკეთებდა ეს კომპანია მაშინ ან აღმასრულებელ დირექტორად? არაფერს არ აკეთებდა. კომპანია ფლობდა კონკრეტულ უძრავ ქონებას, რომელიც ყიდვა-გაყიდვის გაქირავებით იყო დაკავებული, ასე წერია დოკუმენტებში, ბატონო ირაკლი, ჩეხური რეესტრი. ხო და გეუბნებით ფლობდა უძრავ ქონებას.
ფლობდა უზრუნ ქონებას, რომელიც წლებია გასხვისებული. უბრალოდ მიმართეთ ქალბატონ ქეთევას, იცით ვინც არის, ესე ვთქვათ, ჩემგან მინდობილი პირი, მიწერეთ და ყველაფერზე გაგცემ წერილობით პასუხი. ირაკლი კირცხალიას მამა ჩეხეთში კომპანია ნოლი პრაღას ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნესმენთან სულიკო ვარსიმაშვილთან ერთად დღემდე ფლობს. კირცხალიებს ჩეხური კომპანიის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნით. დოკუმენტების მიხედვით, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის საკუთრებაში იყო კიდევ ერთი კომპანია ჩეხეთში, რომელიც წლების წინ გააუქმეს. ჩნდება კითხვა, თუ კომპანია ნოლი პრაღაც უმოქმედოა და კირცხალია დახურული ფირმის დირექტორი იყო. მაშინ დირექტორის შეცვლის ნაცვლად 2024 წელს ან მანამდე საერთოდ რატომ არ გააუქმეს ეს კომპანია? რა დაიმალა, რა ქონება დაიმალა, სად იყო ქონება? ბიზნესი, რომლის აღმასრულებელი არ ყოფილა ბიზნესი, არ მუშაობდა. უბრალოდ ყოველი ო, დაფუძნებული კომპანია ბიზნესი ხო არ არის, არა, სურვილია. სურვილია რომ გავაკეთოთ რაღაცა. ქონება არც გიყიდიათ, არც გაგიყიდიათ, არც გაგიქირავებიათ ჩეხეთში. არა. თუკი დეპუტატი ამტკიცებს, რომ კომპანია, რომელსაც ის დეპუტატობის პარალელურად მართავდა, ჩეხეთში უძრავი ქონების ფლობისთვის არსებობდა, მამა, რომელიც ამავე კომპანიის მფლობელია, ასეთი ქონების არსებობას ან გაყიდვას საერთოდ ვერ იხსენებს. გითხარით რომ არ უფუნქციონერია, რამე რა გითხარით? რატომ დაიტოვეთ მაშინ? დავიტოვეთ, რა ვიცი, ხვალ შეიძლება ფუნქციონიროს. ხვალ შეიძლება იფუნქციონიროს. არაფერი გეგმით არა ვარ, პენსიაზე ვარ, ახლა 50 წელია მუშაობ. მექნება ასეთი ფირმები 1-200, ჩემი ისტორიიდან რო ნახო. ეს დეპუტატი ირაკლი კირცხალიას მამა. იოსებ კირცხალიას სახელზე 54 კომპანიაა რეგისტრირებული საქართველოში. ჩეხეთში 2, აქედან 1 მოქმედია. ჩვენ არ ვიცით, რა კომპანიების მფლობელია ის სხვა ქვეყნებში. ჩეხური რეესტრის მიხედვით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის, გაქირავების იყო დაკავებული ეს კომპანია. არ იყო დაკავებული, წესდებაში ეწერა, რომ ეს უნდა ეკეთებინა, მაგრამ მაგასაც არაფერი არ გაუკეთებია. აბა ისთვის გაქვთ ეს ვერ კომპანია? მუშავა, ვერ განმავითარეთ. ბატონოსო, ნახეთ, რამდენიმე კომპანია გქონიათ, რომელიც ლიკვიდირებულია. ეს კომპანია ნოლი პრაღა ლიკვიდირებული არ არის. შესაბამისად ის მოქმედია. არ არის მოქმედი. აბა რისთვის გაქვთ? თუ კი ყველაფერი დანარჩენიც ანულირება მოახდინეთ, ეს კომპანია რისთვის და როგორ არის იცით, რომ თვითონ რეესტრი იმაშვება რა, ლიკვიდაციას, როცა დიდი ხანი განახლება გააკეთეთ ბატონოსო. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით კომპანია ნოლი პრაღა ჩეხეთში 2007 წელს დაფუძნდა. 2024 წლის 5 ივლისამდე პერიოდში კომპანიაში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. დამფუძნებელმა იოსებ კირცხალიამ, ჯერ წელი ვასილ ჯალაღონიას და სულიკო ვარსემაშვილს მიჰყიდა. შემდეგ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა ჯალაღონია და ამ პოსტზე საკუთარი ვაჟი ირაკლი კირცხალია დანიშნა. 2024 წელს ირაკლი კირცხალია ისევ გადააყენეს და დირექტორად ხელახლა ჯალაღონია დააბრუნეს. ყველა ამ პროცედურისთვის დეპუტატის მამამ და ბიზნესის სხვა მეწელეებმა პრაღაში იურისტი დაიქირავეს. ფული გადაიხადეს, საბუთები აგროვეს და ჩეხეთის მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინეს. კირცხალიას ვკითხეთ, რატომ იწვალეს ამდენი თითქმის 20 წლის განმავლობაში უფუნქციო კომპანიისთვის. ჩვენი დეპუტატი ბატონი ირაკლი კირცხალია ყოფილა 2024 წლამდე აღმასრულებელი დირექტორი და შემდეგ შეგიწვიათ. თუ კი არაფერს აკეთებდა, რისთვის გააკეთეთ ეს ყველაფერი? მინდოდა რომ გაგვეკეთებინა, მე ჩეხეთთან სხვანაირი ურთიერთობა მქონდა. როგორი? ძალიან კარგი, იმიტომ რომ ბევრი პროექტები გვაქვს გაკეთებული თბილისში. ჩეხეთის საელჩო ჩემი აშენებულია. ფარმაცევტული ქარხანა ჩემი აშენებული, გარკვეული კონტაქტები იყო. მინდოდა რა ხარ მშენებლობაში ვარ, თუ მოვახერხებდით უძრავი ქონების, მაგალითად ყიდვას, გაყიდვას, აქ-იქ, აშენებას ერთობლივად, მაგრამ არ გამოვიდა. აბა ახლა ყოველი შემთხვევისთვის დატოვეთ ეს კომპანია რომ იარსებოს? არის ღიად რა ვიცი, იქნები მუშაობს. ვინ არის კაცი, რომელსაც დეპუტატის მამამ ჩეხეთში უძრავი ქონების ვაჭრობის ჩავარდნილი ბიზნესის ამუშავება ანდო? ჩეხეთში იყავით თქვენ წასული ბატონო? ნახეთ რისი აღმასრულებელი დირექტორი გახდით?
არა. არ ყოფილხართ. არც ეს არ იცით რისი დირექტორი ხართ ბატონო? არ იცით? დაკეტეთ, ანუ არის. ფიქტიური პირი. გეშლებათ რაღაცა ეთქვა. როგორ მიშლება აგერ აი ბატონო, ნახეთ. წასასვლელი ვარ დილის საათებში, ან უნდა დაგერეგათ, ან უნდა შეგეთანხმებინათ. საკუშაოდ კომპანიაში მოგაკითხავთ ბატონო. არ არის ეს უკვე იგი თუ რა, მარტო ფურცელზე ხართ. რატო მომაკითხეთ აგრა? შაბათის ეთერმა იმ პირსაც მიაგნობისაც ჩეხური რეესტრის თანახმად ირაკლი კირცხელიას გადაყენების შემდეგ დირექტორის პოსტი ანდეს. ვასილ ჯალაღონია ამბობს, რომ არც კი იცის თუ რამის დირექტორია, მით უმეტეს ჩეხეთში. ჩეხეთის რეესტრის მონაცემებით ვასილ ჯალაღონიას სახელით დოკუმენტები ნოტარიული მინდობილობით ჩეხეთში მოღვაწე ქართველმა ადვოკატმა პაატა ბოკერიამ წარადგინა. ჩნდება კითხვა, ჯალაღონიას აღარ ახსოვს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ბიზნესის მმართველია თუ მისი სახელი ისე გამოიყენეს, რომ თავადაც არ იცოდა. აი ეს ხომ არის ოფიციალური დოკუმენტი ბატონო? არ ვიცი მე ეს რა დოკუმენტია, რა ფაბრიკაცია. არის, ან ჩეხეთში თქვენ ნოლი პრაღას დირექტორი არ ხართ? არა. გეშლებათ, ეთყობა რაღაცა ხდება არც დუბლირება. კითხავთ კირცხალია მისე დაგნიშნათ? არავის არაფერი არ უკითხავს და გეშლებათ რაღაცეები. აბა თქვენი მონაცემები გამოიყენეს ბატონო? რაში გაინტერესებთ თქვენ ეს ვისი მონაცემები გამოიყენეთ? შეიძლება ეს საერთოდ ფაბრიკაცია. ჩეხური რეესტრის ოფიციალური მონაცემებით კირცხალიების კომპანიის კრების ოლქში წერია, რომ დირექტორად ინიშნება ვასილ ჯალაღონია, დაბადებული 1974 წლის 20 სექტემბერს. ცხოვრები თბილისში, ქრწანისის მეორე შესახვევში. ახლა იგივე კაცი დგას ჩვენს წინ და ამბობს, რომ კირცხალიების ჩეხურ ბიზნესთან საერთო არაფერი აქვს. თუ ჯალაღონიას დავუჯერებთ, რომ ჩეხეთის რეესტრში კირცხალიების წარდგენილი დოკუმენტები ფაბრიკაცია, მაშინ ამ ფაქტით ჩეხის სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ. მისი ნებართვის წინააღმდეგ ხომ არ დანიშნა ვინმემ ის დირექტორად. ერთად კალბატონო გამატა. ახლა ხანს დაგნიშნეს დირექტორად, აღმასრულებელ დირექტორად ჩეხურ კომპანიაში, ჩეხეთში და მაინტერესებს რას აკეთებთ იქ? კალბატონო დახურეთ რა ერთგვარ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ? აქამდე ხომ მიპასუხებთ, რატომ აკრძალული გაქვთ? უნდა დაგერეგათ წინასწარ და შეგეთანხმებიათ. ეხლა მეჩქარება. კირცხალიას ფიქტიური პირი ხართ? კიდე ერთხელ გეუბნებით გაიცი. რატო გჩუქნიან ამ კომპანიებს, ამ დირექტორად რატო გნიშნავენ? ამ ბელორუსიდან რა ინვესტიციები შემოგაქვთ? შეგიძლიათ მითხრათ? ვერ გაგცნობ. რატო? აკრძალული გაქვთ გაკეთეთ კარი რა. ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანია ერთადერთი არ არის, რომელიც ვასილ ჯალაღონიას კირცხალიების ბიზნესთან აკავშირებს. დოკუმენტების შესწავლის შედეგად ვადგენთ, რომ თითქმის ყველა ბიზნესი, რომელიც დღეს ვასილ ჯალაღონიას სახელზეა რეგისტრირებული, მანამდე იოსებ და ირაკლი კირცხალიებს ეკუთვნოდათ. ჯალაღონია კი მათი მფლობელი მხოლოდ სიმბოლო ფასად გახდა. აი მაგალითად, შეპესაენი იოსებ კირცხალიამ ვასილ ჯალაღონიას სულ რაღაც 100 ლარად გადაუფორმა. 30 ლარი დაუჯდა კომპანია SG-ს წელი. 100 ლარი გადაიხადა სამშენებლო კომპანია Epic Construction-ის 100%-იან წელში. 100 ლარადვე მისცა თავისი წელი კომპანია New Reality-ში თავად დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამაც. ყველა ამ ბიზნესის მასობრივი გადაფორმება 2020 წელს მოხდა. სწორედ მაშინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ ირაკლი კირცხალია საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო სიაში ჩასვა. ვასილ ჯალაღონია ვინ არის? გასვლა ვინ არის? ის დაგინიშნავთ თქვენი შვილის ნაცვლად და აღმასრულებელ არის პიროვნება, რომელიც არის ჩვენთან მუშაობს და დიდი ხანია ერთად ავართ. იცით რა მითხარით, თქვენი ბიზნეს პარტნიორია თუ ფიქტიური წარმომადგენელი თქვენი რატო რაღაცა? აბა 30 ლარად, 100 ლარად რატომ უფორმებთ მას კომპანიებს ბატონო? 30 ლარია იქ საწესლებო კაპიტალი, მეტი კი არა. მე ვთხოვე რომ მოდი იყავი შენ ჩვენთან ერთად. დიახ. და შემოვიდა ჩვენთან ერთად. 30 ლარად. 30 ლარად კი რა შეიძლება ვაშე 30 ლარიც არ გადამეხტიმედებინა, არაფერს არ აკეთებდა. ხო და რატო არ იგებთ საჩუქრად ამ ბიზნეს კომპანიებს? რა თქვენი საქმეა, მე ვისაც ვაჩუქებ. შენს გაჩუქებ, ჩემო დაიგო ახლა მე. არ მინდა მადლობა. არა, მაგრამ სუნამოს გაჩუქებ. არ მინდა, არ ვიღებ საჩუქრებს. არ ვიღებ, იმიტომ რომ სხვანაირად იმას იზამთ ახლა. კაი გვარი გაქვს, კაი შესახედაობის გოგო ხარ და სხვანაირად გაიგებ. ამიტომ არ გაჩუქებ. დეპუტატის მამას პირდაპირ ვკითხეთ. გადამალა თუ არა ბიზნესის ნაწილი შვილის პოლიტიკაში მოსვლის წინ სანდო კაცზე, რომელიც მისი კომპანიების დიდ ნაწილში დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
ცარიელ და ლიკვიდაციისთვის განწერულ კომპანიებს, რომლებიც არაფერს არ საქმიანობენ, რატომ აძლევთ ამ ადამიანს თუ კი არაფერში არ გჭირდებათ? ახლა არ გჭირდება არაფერში, მაგრამ ხვალ შეიძლება დაგჭირდეს. და ყოფილიყო თქვენ სახელზე. ჩემს სახელზეც არის, არა პრობლემა. ჯალაღონიას სახელზე რატო გადააფორმეთ? გადამალეთ? რა გადავამალე, ხალბატონო, რამელა არ მესმის, რაზე გაქვს ლაპარაკი. აი ეს გადასამალი რა მჭერს. არ გახსოვთ რა ჩუქეთ ჯალაღონიას 30 ლარად რა გადაუფორმეთ კომპანია? არ მახსოვს. არ გახსოვთ? არა. დეპუტატის მამის ეს კომენტარი ვასილ ჯალაღონიას ფიქტიურობაზე ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ოჯახის წევრი ამბობს, რომ თუ უმოქმედო კომპანიები, რომლებიც ფაქტობრივად საჩუქრად გადასცა, ამუშავდება, ჯალაღონია მისი ბიზნეს პარტნიორი გახდება. ეს მაშინ, როდესაც ბიზნესი უკვე 6 წელია იურიდიულად ჯალაღონიას ეკუთვნის და წილებიც ნომინალურ ფასად, მაგრამ მაინც სრულად ნაყიდი აქვს. რა თქმა ეს ფურცელზე დაწერილი კომპანიები ამ იმიტომ რომ მომავალში იმუშავებ, ვიქნებით პარტნიორები. თუ მისია უკვე 100% წელი პარტნიორები როგორ იქნება? მე არა ვარ ვალდებული რომ გიპასუხო, მაგრამ გეუბნები რომ აქ არავითარი ქვეცნობიერი არ არსებობს. აი ეს არის ჩემი პასუხი. საჩუქრად კი არ გავცემ. ეს არის პოტენციური პარტნიორი, თუ იმუშავეთ, გვექნება თუ 100% მისი არის პოტენციური პარტნიორი, უკან დაგიბრუნა. 100% არის, რაც იყო მისი ღირებულება, ეს გადახდილი იქნება, ან მივცემ დაფუძნებულ კომპანიას, რომელსაც არავითარი კაპიტალიზაცია არ აქვს. დეპუტატის მანდატის მიღების შემდეგ კანონმდებელი ვალდებულია შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია, სადაც წინა წლის ფინანსური და სამსახურეობრივი მდგომარეობა უნდა ასახოს. იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი შემოსავალი ნულის დოლია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კორუფციის მკვლევარი სანდრო ქევხიშვილი ამბობს, რომ დეპუტატ ირაკლი კვირცხელიას შემთხვევაში კანონის დარღვევა აშკარაა, რადგან პარლამენტარმა ერთის მხრივ დამალა ინფორმაცია საზღვარგარეთ არსებული ბიზნესის შესახებ, ხოლო მეორეს მხრივ არ გაამჟღავნა ინტერესთა კონფლიქტი და დეპუტატის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა კომპანიაში, რომელიც მის ოჯახს ეკუთვნის. ის გახდა დეპუტატი და შემდეგ 1 წელი თუ მეტი რეალურად იყო ამ პოზიციაზე და შესაბამისად ნებისმიერ შემთხვევაში მას ეს უნდა დაედეკლარირებინა მიუხედავად იმისა, რა შემოსავალი ჰქონდა აქედან. იმიტომ რომ დეკლარაციის პრინციპი და მიზანი არის კავშირებისა და ინტერესების გასაჯაროება. როდესაც ეს არ ხდება, დეკლარირება არ ხდება, დეპუტატის შემთხვევაში პარლამენტი კარგად რომ მუშაობდეს, შეიძლება და მისი, ესე იგი, მანდატის კითხვის ნიშნის დაყენებაც გამختارიყო საფუძველი. ჩვენ ახლა გავიგეთ თუ თურმე არის ეს ჩეხური კავშირები და ანუ თუ თქვათ კომპანიას ჩეხურ რეესტრში არ აქვს ესე იგი ლიკვიდირებული სტატუსი, შეჩერებული სტატუსი, ნიშნავს რომ ეს კომპანია ფორმალურად არსებობს და ის ფუნქციონირებს. ხო, ამიტომ თქვათ იმის თქმა რომ კომპანია არ მუშაობდა და ასე შემდეგ, ეს კანონის გადმოსახედიდან არ არის რელევანტურია. იოსებ კვირცხელიამ ჩეხეთის გარდა ბიზნესის გაფართოება სომხეთსა და ბელორუსიაშიც სცადა. მის სახელზეა გაფორმებული საქართველო-ბელორუსიისა და საქართველო-სომხეთის სავაჭრო და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდები. აქაც პარტნიორად კვირცხელიას ჯალაღონია ჰყავს. მან არც ამ ინვესტიციების მოზიდვაზე იცის რამე. ბელორუსის ხელშეწყობის საინვესტიციო ხელშეწყობაში. დანაშაული არის? არა, გეკითხებით, ესეც ფიქტიურია? დანაშაულია მეთქი რამე? ხო და როგორ შემოგაქვთ ეს ინვესტიციები, ბატონო თქო, გეკითხებით? არაფერი არ შემომაქვს 13 ეტაპზე რა, საიდან მოგაქვთ ეგა რა? რა ეტაპზე შემოგქვთ? რომელი წელია ეგა? 15-დან ხართ და ხო და გაუქმეთ. მითხრები შეკითხვები დასვით, ახლა მე კი რომ მისვავთ. ახლა მიძიებთ, გამოიძიებთ. ხო და გეკითხებით, თქვენ ხართ თავარი მე შემიძლია წავიდე რა მეჩქარება. არ გვიპასუხებ. არა. დეპუტატის მამა კი ამბობს, რომ წამოწყება არც ბელორუსიაში გამოუვიდა. ინვესტიცია ვერ მოიზიდა, მხოლოდ ერთი ვიზიტი ჰქონდა და მაშინაც როგორც ბიზნესმა კულტურული ღონისძიება დააფინანსა. არაკომერციული ორგანიზაციებია, რომელიც შემოთვალეთ თქვენ ჩეხურის გარდა, რომლის ფუნქცია იყო დაკავშირება რა ბიზნეს ინტერესების. სამწუხაროდ ვერ შედგა ეს. გარდა კულტურული აქტივობების, როგორც ბიზნესმა დავაფინანსე რა. იქ ჩვენი ქართული კულტურის მუშაკები. ბელორუსიაში. უკრეს კონცერტი იყო, რაღაცა იყო. სულ ეს იყო თქვენი აქტივობა ინვესტიციების ნაწილში. ხელი ვერ შეუწყათ, ვერ შემოიყვანეთ იმ ბელორუსი ინვესტორები. სასურველი კი იყო, რომ აქედანაც ყოფილიყო, იქედანაც, მაგრამ არ გამოვიდა.
სანამ მართველი პარტიის დეპუტატები თბილისში პარლამენტის ტრიბუნიდან ევროპას და დასავლურ ღირებულებებს ესხმიან თავს, მათი ოჯახის წევრები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკეთებენ ბიზნესს.